ერთ ნარატივს ავრცელებს ნაცმოძრაობა და ალტინფო, მე მგონი საზოგადოებისთვის ადვილი არის დასკვნების გამოტანა, თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. როდესაც ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი, მხოლოდ სარგებელი მოაქვს ამ პროექტს და ამ პროექტის წინააღმდეგ, როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებული არის გარედან. ისაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, საქართველოს ხელისუფლების დამხობით დაემხოთ საქართველოს როგორც ქვეყანა და დაემორჩილებინათ, ახლა უნდათ ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ. მარტივი შეცდომა დაუშვეს, როდესაც იჩქარეს იმისთვის რომ მქონოდათ შეიძლება მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული ეს დავალება მისცეს ნაციონალურ მოძრაობასაც და ალტიფოსაც ერთად და ერთ ნარატივზე ასაუბრებენ ნაციონალურ მოძრაობას და ალტიფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ ის რასაც ნაციონალურ მოძრაობა ეწინააღმდეგება ეს ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, ის არის სასარგებლო. ძალიან საინტერესო თვითონ თავისი პირით ახსნა, შემოეხსნა თუ რა ვიცი როგორ აეხსნა უცებ საერთოდ დიდი ალბათობით რა ლოგიკა იმაში რომ ნაცები უცებ შემოხტნენ ამ თემას ამის ირგვლივ საუბარში რა мотиваცია ქონათ ეხლა სხვათა შორის უცებ გაქრენ ნაცები და ლელო ოღონ თავიდან შემოფრინდნენ და რაღაცა ხანერი შეეზარზარეს და რა შეიძლება და ყოფილიყო ლოგიკა და мотиваცია. ხო არ დაავალეთ. ხო, ანუ ნახე თვითონ ხსნის, როცა რაღაც თემაზე ნაცები აფიქსირებენ პოზიციას, როგორც წესი, დამკვიდრებული შეხედულება, რომ ეს პოზიცია არის მიუღებელი და ამიტომ საპირისპირო პოზიციას უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარი. ეს არის ისტორიულად გაფორმებული განწყობა, თვითონ ხსნის. ხომ არ არის აქ ხელისუფლების ხელი ნაცების და ლელოს ამ თემაში შემოსვლაში იქიდან გამომდინარე რომ რა ვიცი თვითონ აღიარეს რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს აფინანსებდნენ თვითონ აღიარეს რომ ნაცების ერთ-ერთი მთავარი მედია რუპორის მთავარ მედია ფიგურას აფინანსებდნენ ამის გარდა თქვეს რომ კიდე ვიღაცეებს ბევრს ვაფინანსებთ თუმცა სახელებს არ გეტყვით იმიტომ რომ აგენტების სახელებს ნუ არ გავცემთ რა ხო და ანუ ვიღაცებს აფინანსებენ დღემდე ლელოს ლიდერები მოულოდნელად წინასაარჩევნოდ გამოუშვეს და მან ბევრს გაუჩნდა კითხვა რომ ესენი წინასაარჩევნოდ რომ გამოუშვეს გარიგების ფორმატში ხო გამოუშვეს რა ანუ აბა როგორ დროზე ადრე რატო უშვებენ წინასაარჩევნოდ რაღაც ხმაურით და მე ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში ხო ეხლა ლელოს ლიდერები რომლებიც არიან საქართველოში ძალიან დიდი ფულის ფლობელები და ძალიან დიდი ბიზნესის ფლობელები ეხლა როგორ ფუნქციონირებს მაგათი ბიზნესი ისე რომ აი რა ვიცი პირდაპირ თავისივე მინისტრებს ციხეებში თუ უნდა უშვებენ არ უშვებენ ჩელიაბინში ხო ჩელიაბინში ხო ჩელიაბინში ცხოვრობთ ანუ რეალობა ხო ეგრე გამოვიდა ანუ მაგრამ მათი ბიზნესი გუგუნებს ხო მაგრამ მათი ბიზნეს პრობლემა არ აქვს აი კი ანუ საკუთარ მინისტრებს ახერხებენ რომ დააკავონ და შავ ოფშიაქში ფული მოატანინონ ყოველგვარი კანონების გადახდებით არ ვიცი თვითონ ის რის თუ დაეხმარენ მაგაში დაეხმარენ არ ვიცი ვიღაცა მაგალითად იგივე ზარალა დააკავეს პისტოლეტი ქონდაო და მე არაფერი ანუ სად არის ზარალას პატიმრობა პისტოლეტი ქონდაო და მე იმან თქვა რომ სახლში შემთხვევის სახლიდან გამყვაო და არაფერი ვიღაცამ რო თქვა ახლა ქუჩაში იარაღით დააკავონ და გამყვა ნუ მე მგონია რომ ანუ ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობ და ამათი ბიზნესი ყვავის მიფრინავს ამათი ბიზნესი აშენდა ხო და აი ეჭვი რაში ჩდება იცით ლელო და ნაცები სპეციალურად ხო არ იყვნენ შემოგდებულები ამ თემის გასაშავებლად ნაცებისთვის მისაკერებლად კონსერვატორების გასაშავებლად რომ აი თქვენ ნაცებს შეეკარით და ნაცების საქმეს აკეთებთ და ეხლა რაღაცა მოულოდნელად ისე გაქრენ თემიდან რომ ფორმულას და ტევ პირველს 7 დეკემბრის აქცია არ გაუშუქებიათ როგორ იცი 1 წუთი არაჩვენეს აი 1 წუთი 50 რავი წამი 30 წამი საერთოდ არაჩვენეს
აი რა პირდაპირ უნდა ითქვას ერთი რაღაც რა. მეგობრებო, ნაცების დანიშნულება არის ზუსტად ეგ. აი ეს არის რაც ოცნების წარმომადგენელმა ახსნა. ოცნებაზე მუშაობს ნაცები ზუსტად მაგ დანიშნულებით, რომ რაც ოცნებას აწყობს, იმის საწინააღმდეგოდ რო დაიწყებ ბრძოლას, ნაცებს გააქტიურებენ, მიგაკერებენ ნაცებს და მასე მოახდენენ მოსახლეობის თვალში გაშავებას ამ თემის. ეს არის ნაცების დანიშნულება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში და ისინი თავიდან ბოლომდე ეს ხო გაიშიფრა. ეს ხო წინა საარჩევნოთაც გაირკვა, რომ ნაცებმა რაც გააკეთეს, ოცნების PR კამპანია ჩაატარეს საარჩევნოდ, ვითომ რო რევოლუცია მოაწყეს. ეგ არის მათი დანიშნულება, მეგობრებო და რეალური მოსახლეობას რა აწუხებს მაგაზე რომ ვერ მოხერხდეს ხალხის გაერთიანება და ახალსა ნაცებზე ილაპარაკ, რამდენი წელია ესენი ამთავრებენ ნაცებს. დაამთავრონ კაცო, ეგ ვერ გავიგებ, დაამთავრეთ ეს ნაცები და ვერავინ ვეღარ გაუერთიანდება, ხო მარტივია, არ ამთავრებ, რაღაცა დღე და ღამე ნაცებზე ლაპარაკობ და მაგით გინდა რომ გადაიტანო ყურადღება. როგორი რაღაცა ისი, მე რაც მომისმენი, ანუ ვინც არიან დარჩენილები ეს ნაციონალური მოძრაობის სპიკერები, მათი ხაზი არის მკვეთრად განსხვავებული ჩვენი ხაზისგან. ისინი ამბობენ შემდეგ რაღაცას, რომ ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიცია რეალურად არ არსებობს, ეს არის ტყუილი, ეს არის ბლეფი, შესაბამისად პრობლემაც არ არსებობს, ხო? ანუ თუ ეს არაბული ქალაქების აშენება არ იგეგმება და ყველაფერი არის ტყუილი, ბლეფია, რაღაცა ის არის უბრალოდ ილუზია, მაშინ შესაბამისად პრობლემაც არ ყოფილა, ხო? ანუ აბა რაზე ნერვიულობ. ჩვენ მაგას კი არ მოვკაცო, რომ ეს არ არის პრობლემა და ეს ილუზია. ეს პრობლემა უკვე მიმდინარეობს. ეს პოლიტიკა უკვე წლებია ხორციელდება და თავად პრემიერ-მინისტრმაც აღიარა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიყიდა 60,000-ზე მეტი ბინა უცხოელზე. ჩვენ კაცო წლებია ვსაუბრობთ, რომ არსებული საიმიგრაციო და დეველოპერული პოლიტიკა არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დემოგრაფიული სურათისთვის და ასე შემდეგ. როგორი რაღაცა იცი? ხო იცი, ეგეთ ჩინური ანდაზა არსებობს, აი ამ ეჭვებთან დაკავშირებით, ხო? და მე მგონი ასე ჟღერს ეგ ანდაზა, ერთხელ მითხარი, დაგიჯერე. გამიმეორე, დავეჭდი. დამიწყე მტკიცება, მივხვდი რომ მატყუებ. ანუ ხელისუფლებას რატომ უწევს ამხელა ძალისხმევა თუ ეს ყველაფერი კარგია?